გამყონი ტურიზმის ბაზარი შემცირდა. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარე ყველაზე დატვირთული თვის პირველ 20 დღეში მოთხოვნა მოგზაურობაზე მნიშვნელოვნად იკლო. კომპანია Check-in Travel-ის დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი ამბობს, რომ კლების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული მდგომარეობა და ამავე მიზეზით მომხმარებლების მხრიდან ხარჯების ოპტიმიზაციაა. ეს არ ეხება გაუქმებული ტურების მიმართულებით, უბრალოდ შემცირდა თვითონ მოთხოვნა. ანუ აღარ იჯავშნება ისე აქტიურად, როგორც ანალოგიურად როგორც ქონდა 2023 წლის დეკემბერში, ხო? ანუ აქ რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორი მოქმედებს. თვითონ ზოგადად ოქტომბერი, ნოემბერი არის ხოლმე ეს პერიოდი, როდესაც წინა საახალწლო და წინა საშობაო ტურები იჯავშნება ხოლმე საკმაოდ აქტიურად, მაგრამ დეკემბერი ბოლო წლების მონაცემებით ჩვენ რასაც უყურებთ, არის ერთ-ერთი ის ყველაზე აქტიური პერიოდი ზაფხულის სხვა თვეებთან ერთად, ერთი ხალხი თვითონაც გაურკვევლობაშია, მეორეერიდება ხალხი მოკლედ ესე რომ ვთქვათ, გასვლას და ურჩევნია რა თქმა უნდა საკუთარ ქვეყანაში იყო. ანუ ნაკლებად ცდილობენ რომ უკვე ხარჯი გაიღონ. კომპანია ვინგლეტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დაჯავშნილი ტურების გაუქმება არ ფიქსირდება, თუმცა ახალი ჯავშნები მინიმუმამდეა შემცირებული. ანა კირკიტაძის თქმით, წლის ბოლო თვეზე გეგმის 15% მოდის. წლევანდელი მონაცემებით კი მაჩვენებელი დაგეგმილზე სამჯერ ნაკლებია. დეკემბერზე წლის მანძილს 12 თვე ხო გვაქვს, დაახლოებით აი 15%-ს ვითვალისწინებთ წლიური გეგმის, რომელიც მოდის ხოლმე ძირითადად დეკემბერზე. და ნოემბერზე გაცილებით ნაკლებს. მაგრამ წელს აი დეკემბერი თითქმის აი რა ვიცი ორი კვირაზე მეტია რაც თვე დაიწყო და ნუ თითქმის არ გვაქვს გაყიდვები. ძალიან ბევრი კომპანია კორპორატულ ღონისძიებებზე ყიდულობდა ტურისტულ საგზურს, რომელსაც ათამაშებდნენ შემდეგ როგორც ერთ-ერთ პრიზს და წელს აი ამ კითხვითაც არავის არ მოუმართავს. ნუ ჩემი აზრით, ნუ ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს კორპორატული ღონისძიებების უდიდესი ნაწილი რადგან გაუქმდა, შესაბამისად გასათამაშებელი პრიზებიც ნუ აღარ სჭირდებათ. გამყონი ტურიზმის მხრივ ვითარებას სავალალოდ აფასებენ Discover Georgia-შიც. კომპანიის დამფუძნებელი ნინა კეკელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უკვე აისახა ტურიზმის სექტორზე. გაუქმებული ღონისძიებების ხარჯზე შემცირებულია კორპორატიული დაკვეთებიც. დეკემბრის თვე წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად სავალალო შედეგებს და ციფრებს, სტატისტიკას ასახელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია, კონკრეტულად ჩვენი სექტორი, ტურისტული კომპანიის მიმართულება ძალიან გრძნობიარე ხას ატარებს ბევრ ჯაჭვურ ფაქტორზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. შეგვიძლია შევაფასოთ ძალიან დაბალი განვითარების სიხშირით. არ არის მომართვიანობა ტურისტულ კომპანიებში, კორპორატიული ორგანიზაციების მხრიდან, რომ უზრუნველყონ მათი თანამშრომლების დასვენება. ეს ყველაფერი შეგვიძლია დავაკავშიროთ ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოთხოვნა შემცირდა ქუთაისშიც. Travel to Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, რეგიონში განულებულია ჯავშნები, რის გამოც რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის ობიექტი უკვე დაიხურა. მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან კვების ობიექტები და სექტორში დასაქმებული პირებიც. არსებული კრიზისის ფონზე გაუქმებულია გამყვანი ტურებიც. ჩვენ მუშაობთ როგორც შრომალზე, ისე გამყვან ტურიზმზე და ფაქტიურად ის რაც ქონდა დაგეგმილი 2-3 თვით ადრე, მხოლოდ ამ ტურებს ვემსახურებით გამყვან ნაწილში და ახალ ტურებს ვერ ვდებთ, ვერ გვაქვეყნებთ, ვერ პოზიცირებთ და ესეც გარკვეულწილად ჩვენთვის არის საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობა მე-63,000-ი შეადგინა, რაც წლიურად 7%-იან შემცირებაზე მიუთითებს. PMCG-ს მიმოხილვის თანახმად მიზეზი ერთი მხრივ მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა, მეორე მხრივ კი UEFA Euro 2024 იყო, რამაც მოგვიანებით ვიზიტების ვარდნა განაპირობა. წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტების 38%-მა დანიშნულების ადგილად თურქეთი აირჩია, რომელსაც 19%-ით რუსეთი და 15%-ით ევროკავშირი მოყვება.